ალბათ ყველა ადამიანმა გაიგეთ ეს ძალიან დიდი შემზარავი ტრაგედია, რომელიც თბილისში რამოდენიმე დღის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, მასწავლებელი გიგა ავალიანი მუხანათური თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული. რასაც საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოყვა, მარტო იქიდან გამომდინარე, რომ მკვლელობაში მონაწილეები არასრულწლოვანი ბავშვები იყვნენ. რაზედაც მე საერთოდ განავწყვეტე ამ ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ ფიქრობდა ეს აუცილებელია, რომ როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე დღეს საჭირო არის, კატასტროფულად საჭირო არის, რომ დაბრუნდეს ბავშვთა კოლონია, იმიტომ რომ დღეს არასრულწლოვანების უდიდესი ნაწილი ისეთ საშინელებებს ჩადიან თბილისის ქუჩებში და თბილისის პერიფერიებში, რომ ამაზე სასწრაფოდ არის დასაწყები სამუშაოები და შესაბამისი ღონისძიებები გასატარებელი. მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ ადამიანის, რომელსაც თქვენ ხედავთ ახლა კადრში, გიგა ავალიანის შესახებ, მისი გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე, იმ ეჭვებზე, იმ ბრალდებებზე, ასევე, ეხლა ვერ გამოვიყენებ დედამისის ჩაწერილ რეაქციას, იმიტომ რომ ძალიან ძიმე სანახავია და არ მინდა რომ მაგდონეზე დაგსტრესოთ ეხლა სულ, მაგრამ ალბათ ყველას გექნებათ ნანახი. მეგობრებო, ცოტა მძიმე ვიდეო იქნება, ცოტა კრიტიკული იმ ადამიანების მიმართ, ვინც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რახან არასრულწლოვანია და მას ბევრი რამე ეპატიება, ესე არ არის. ყველას ვინც ქუჩაში დადის, ყველა ვინც ქუჩაში გადაადგილდება, ყველა ვინც დანაშაულში მონაწილეობს, არ არსებობს ცნება არასრულწლოვანი და არ არსებობს ცნება სრულწლოვანი. ყველას თანაბრად მოეკითხება კანონი. მეგობრებო, მოდი დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს, ასევე გამოყევით ჩემს ახალ Instagram-ზე, ასევე სრულ შემთხვევაში გააკეთეთ დონაცია და არხის განვითარებაში დაეხმარეთ. მოკლედ ეხლა რა ხდება, მოდი ოფიციალური რეპორტი წავიკითხოთ ამასთან დაკავშირებით. კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, მასწავლებელი გიგა ავალიანი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული. ან ბავშვი წარმოიდგინეთ რა, ბავშვი 2008 წელს დაბადებული ბავშვი, ღლაპი წარმოიდგინეთ. ოჯახი ამბობს, რომ თავდასხმის დროს ადგილზე სხვა არასრულწლოვანებიც იმყოფებოდნენ. გამოძიები დადგინა, რომ ბრალდებული თბილისში თემქის დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 1997 წელს დაბადებული გ.ას ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ΑԳ ბრალდებული სახით დააკავეს. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, ანუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. წერია შსს განცხადებაში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეხლა მოდით რაშია საქმე, რასაც ოჯახი აქვეყნებს და რასაც სამწუხაროდ მეინსტრიმ მედია ამას არაშუქებს, რომ საქმეში თანამონაწილე, ანუ ვინც ამას თავს დაესხა ამ ბიჭს, იყო ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგო, 16 წლის. 16 წლის. და ესეთი შინაარსი აქვს, როგორც ირკვევა, ეხლა დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად, რომელსაც ოჯახის წევრები აქვეყნებენ, არის მიზეზი, რომ ამ გოგონამ, ანუ ეს ხო იყო მასწავლებელი, მას ყავდა მოსწავლეები. და ამ მოსწავლემ აეჭვიანა საკუთარი შეყვარებული ამ საწყალ ბიჭთან, რომელიც არაფერ შუაში საერთოდ არ იყო, საერთოდ არაფერ შუაში. და ამ გარეწარი, ამ ნამუსახდილი, აი უსულო ადამიანი, ხა გინ არასრულწლოვანი დაუძახეთ, ამას აზგინა ის დაუძახეთ, ანუ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ხა ქუჩაში ვინც დგას, ყველას მოეკითხება, ყველა ადამიანს მოეკითხება. და ესეთი ნაძირლები რო არსებობენ, გინდა არასრულწლოვანები მათ შორის საქართველოში და რო არის აქ ესეთი ცნება, რომ არასრულწლოვანია სად უნდა წავიყვანოთ, როგორც არსებობდა აბჭალის კოლონია, მალალეტკები ეგრეთ წოდებული, აი ესევე უნდა გადაათრიონ და მინიმუმ 10-15 წელი აყურყუტონ და საკუთარი ცხოვრების უძვირფასესი დრო უნდა დაკარგოს ციხეში, რომ გაანალიზოს რა გაუკეთა ამ ადამიანს. და რა დონეზე როგორ გაამწარა მისი ოჯახი, როგორ გაამწარა მისი მეგობრები, როგორ გაამწარა მთელი საქართველო. მე დავიღალე უკვე იცით რაების მოსმენით, აი ევროპული კანონმდებლობის თანახმად, მაგალითად საქართველოში არ აქვს იმის უფლება, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ქუჩური კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი კანონმდებლობის თანახმად, რაც ამ ქვეყანაზე არსებობს, ხო? როდესაც შენ ქუჩაში გადიხარ, როდესაც შენ მონაწილეობ პროცესებში, ეს იქნება გინა აქცია,
გინდა საზოგადოებრივი შეკრება, გინდა დაბადების დღეზე წასვლა და მსგავსი ნებისმიერი ქმედება, მშობელი კი აღარ არის აქ პასუხისმგებელი. მშობელს აქ თქო უნდა თავის პასუხისმგებლობა, რომ ამ ბავშვს აქამდე უშვებს. ესე როგორც არარაობა ისე გაზარდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა და ეს თელი ცხოვრება მას ეს ტანჯვა იყოფა. მაგრამ აქ მთავარი უბედურება რაშია, იცით? აი ეს ახალგაზრდა გოგოები. აი ეს TikToker, Instagram ნაშები. ხო? რომლებიც აი ესეთ ბიჭებს შარში ხვევენ და მე ადრე მქონდა ვიდეო გაკეთებული საპირისპირო გადავიღე და მაშინ შემა გამომწერება სწორედ გამაკრიტიკეს მე აბსოლუტურად გეთახმებით მაგაში რომ ცალმხრივად გავაკრიტიკე რომ თითქოს მარტო ხალი იჩაგრება ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი შემთხვევაა როდესაც აი მაგალითად გიგას ამბავი ავიღოთ რომელიც თვითონ გახდა კაცი არაფერ შუაში არისო და ამ გოგომ ენები აურია ის ბიჭები და ის გოგოსთან ერთად თან ბიჭო დახვდნენ და მუხანათურად მოკლეს ეხლა როგორც ვირკოვა რამოდენიმე საათის გადაავალე თვალი, შესაძლოა მეორე პირი დააკავა და მესამეზეც მიდის ახლა გამოძიება და ნადირობა დაწყებული მასა. ბიჭი არაფერ შუაში არ იყო, საერთოდ. მასწავლებელი იყო, თავისი პატიოსანი შრომით ცხოვრობდა, 28 წელი ჩემი ტოლა იყო ეს ბიჭი, ჩემი ტოლა. პატიოსანი საკუთარი ტვინი ჩაულობდა ფულს. და ამ დროს წარმოიდგინეთ რა არარაობა გარეწარი არ მინდა უფრო უშუალო სიტყვებით ეს ყველაზე მინიმალურს ვამბობ ხა რა ადამიანი უნდა იყოს და რა კახპა უნდა იყოს წარმოგიდგენია შენ რომ იმისათვის რომ ჯერ რა დონე ხარ შეყვარებული აეჭვიანო აი ამ ბიჭს ალალ მართალ ადამიანს შარში ხვევ და მის თავს აკვლევინებ ეხა ამაზე 15-20 წელი ცოტა კი არა უფრო სამუდამო როგორც ეს მისი დედა, მისი ოჯახი და მთელი საქართველო გაანაწყენა და ამ ტრაგედიას შააგდო, ზუსტად უნდა გამოცადოს ეჭმიტანელმა და ბოროტმოქმედა ზუსტად იგივე საშელი. რომ ის ვერ უნდა იღირსოს თავისუფლების სინათლეს ვეღარასდროს. და საერთოდ მე არ მჯერა იმ ფენომენისო საერთოდ ვინმეს გამოსწორება შესაძლებელია. ეს არის ტყუილი, რომ ადამიანის შეცვლა შესაძლებელია. ადამიანი რაც არის ბავშვობაში, იგივეა 80 წელისას, არაფერი არ იცვლება. რა ბავშვობა შენასაც გაყალიბებს, ის ხარ 18 წელისას, ის ხარ 25 წელისას და ის ხარ 80 წელს, როდესაც მიუკაკუნებ. ადამიანი არ იცვლება, ეს არის ბლეფი და ეს არის ტყუილი. ნუ პირველად ეხა ეს ამბავი რომ მოისმინა და გავიგე, ნუ ბუნებრივია, რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროტესტი მქონდა, ძალიან დიდი პროტესტი. ჯერ იმაზე რომ არ არსებობს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ამას შესაბამისად მიხედავს არასრულწლოვნების კრიმინალურ დანაშაულებებს, რაც გულისხმობს. არ არსებობს. და არ არსებობს შესაბამისი ადგილსამყოფელი სივრცე, სადაც ესენი მოიხდიან საჭირ სანამ სრულწლოვნები გახდებიან და შემდგომ ვირისაბანო სხვაგან გახეხავენ. და ეს მარტო გიგას მუხანათურ კვლელობას არ ეხება. ბევრი შემთხვევა არის ვარკეთილში, ქალაქის გარეუბნებში, პატარა ლაწირაკები ვიტრინებს როგორ ამტრევენ, როგორ ვარდებიან. და ესეც რისი შედეგია, გინდა გითხრათ, აი ამდენი უტვინო და იმბესილი ახალგაზრდა რომ მოდის საქართველოში, იცით? აი ძალიან მარტივ რაღაცას დაგიდებთ. ეხლა ხანდახან ჩემი სიმართლე გწყინთ, მესმის. მაგრამ ჯობია სიმართლე მოისმინოთ და აი ესეთი უბედურებები ჩვენ ავიცილოთ, ვიდრე ეხლა მე დავიწყო აქ, ვაიმე რა ცოტანი არიან, არ არიან ხალხო ცოტანი. ეს არის იმის შედეგი, რომ მშობლები არიან ნარკომნები. ეს არის იმის შედეგი, როდესაც სიყვარული დარაჩენენ ბავშვს. ეს არის იმის შედეგი, როდესაც ადრეულ ასაკში გათხოვდებიან ქალები, შვილებს გააჩენენ, მერე ქმრები მიატოვებენ, მერე ეს ბავშვები ბომჟებივით ისე იზრდებიან, ზოგი იყნოსავს მაგალითად წებოს, ზოგი ხდება გრიმოდინზე დამოკიდებული, ზოგი ფსიქოტროპულზე და მერე კრიმინალამდე სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ეს არის არასრულფასოვანი ოჯახების პროდუქტი. აი ესეთი კრიმინალები, ესეთი ლაწირაკები არიან, ეს არასრულფასოვანი ოჯახის პროდუქტი. არა თუ შენ შვილს არ თმევ მომავალს, არამედ ხვის შვილსაც არ თმევ, რომელიც არაფერ შუაშია და აი იმის ნათელი მაგალითია ეს ბიჭი. მე ყოველთვის ვამბობ. ბავშვის გაკეთება არის უმარტივესი რამ. ყველაზე მარტივი რამეა. ნუ ბევრისთვის ეგეც ძნელია, ისეთი დაბალი ტესტოსტერონია დღეს კაცებში, მაგრამ ბავშვის გაკეთება არის უმარტივესი რამ, მაგრამ მისი გაზრდა, რაც უმნიშვნელოვანესია, არც დედა, არც მამა არ ფიქრობენ მაგაზე, უმეტესი მე რასაც უყურებ ხა, ახალგაზრდა კრიმინალები ვინები წერიან, ბომჟები, ნარკომნები, ხო? ანუ საზოგადოებისთვის უვარგისი ფენა, მოდი ესე შევაფასოთ. არიან ის ხალხი, რომლებიც თქვენ შვილებს, ნორმალურ შვილებს, უწამლავენ ცხოვრებას და ზოგი აესიასრულებს ცხოვრებას. ამიტომ თავარი პასუხისგება ესეთი ნაგავი და არარაობა შვილები რო გაზარდეს არის მშობლების რა თქმა უნდა. ვისაც როგორ აუდგება ამ ქვეყანაში, ვისაც ერთი რამე გაუმარ, ეგრევე ცოლები მოყავთ, ეგრევე ქორწინებიან, მე შვილებს გააჩენენ, რაღაცა მე ბავშვს მიაგდებენ ეგრევე. ბავშვი აღარ აინტერესებთ უკვე. მე ხა ერთი გაზდის მაგ ბავშვს.
ღმერთი კი გაზდის, მაგრამ აი შენ რო უბედური ხარ, შენ რო ვიღაცის ცხოვრებას ამწარებ, შენ რო იმ საწყალი ბავშვის ცხოვრებას ეგრე აბუჩად ექცევი, შენ რო იმ ქალს ესე ექცევი, ან თუნდაც კაცს ეგრე ექცევი, ბევრი ქალი პირიქითაა. ამიტომ ხალხო შვილის გაჩენა და გაკეთება რო უმარტივესი რამ, ჩვენ არარაობებად არ უნდა ვაქციოთ. აი ამაზე სკოლა უნდა მუშაობდეს, ამაზე ოჯახი უნდა მუშაობდეს, ამაზე უნდა მუშაობდეს მედია, ამაზე უნდა მუშაობდეს სახელმწიფო, რომ ჩვენ პროპაგანდა გაუწიოთ, რა არის ნორმალური ოჯახისთვის დამახასიათებელი ელემენტები, სიყვარული, ერთგულება, სითბო, რაც ბავშვმა უნდა იგრძნოს, ბავშვობა უნდა იგრძნოს. აბა 18 წლისა რო გათხოვდება ვიღაცა და შვილს გაუჩენს და მერის ნარკომანი აღმოჩნდება და ეს გოგო მარტო დარჩება, რომელსაც არ შემოსავალი აქვს არაფერი, მერე დადგება სხვა კაცს მიცემს, მერე იქიდან მეორე შვილი გაუჩნდება, მერე ის რა ქვია მეორეზე აღმოჩნდება რომ მიქარას, მერე არჩი რა ჯოჯოხეთი ტრიალდება და ეს ბავშვები არა ალალ მართალი არაფერი არ დაუშავებია თავის ცხოვრებაში, ხდებიან აი ამ ტრაუმირებული ცხოვრების თანაზიარი და მემკვიდრე და შემდგომ საკუთარ ცხოვრებას ტანჯვაში, წამებაში და უბედურებაში ატარებენ. ზოგი კრიმინალი ხდება, ზოგი ნარკომანი ხდება, ზოგი უბედური ხდება. ეს არ შეიძლება ხალხო. თუ სიყვარული არ არის, არასდროს მოიყვანოთ ცოლი, არასდროს გათხოვდეთ. შვილი უნდა გააკეთო იმ ადამიანისგან, ვიშიც დარწმუნებული ხარ ის რომ იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში, თორე იმის იქით რაც მოხდება, შენი პასუხისგებლობა ყველაფერი რაც შენი შვილისგან გამომდინარეობს. ეს წილი პასუხისგებლობა აგერ ამერიკაში ჩარლი კირკის მკვლელი ვინც ითვლება, ხო? მაგისმა მამამ ხო დაასმინა თავისი შვილი რომ ჩალის მაგან ესროლა, FBI-ის ოფიციალურ ვერსიას ვამბობ ხა. და ხო ის იყო გაცემული მილიონამდე იყო ის რა ქვია რა ჯილდო და უარი თქვა ამ კაცმა მამამ თქვა უარი მე როგორ ავიღო ეხა ვიღაცის მკვლელობაში მე ისაო და მე როგორ ავიღო ეს მილიონეო და ადგა და ოჯახს გადაუგზავნა კირკების Turning Points of America მან გადარიცხა ეგ ფული მთლიანად ამას ხო შეგნება ჭირდება რა ამერიკაში არიან ესეთი შეგნებული ოჯახები კაცო მარტო ცუცრო ხედავთ არიან ძალიან აქაც არიან კაცო კარგისგან უნდა ვისწავლოთ ხალხო კარგი თვისებები უნდა ვისწავლოთ მე ესე რო არ ვილაპარაკო რომ სხვანაირად არ გამოვა ხედავ ამ უსამართლობებს ხედავ ამ უბედურებას ხედავ ამ მენტალურ აი სტერეოტიპებს რომელიც ანგრევენ ჩვენ საზოგადოებას მე მშვიდად როგორ ვილაპარაკო ამ თემაზე მე თქვენი მტერი ხო არ ვარ მტერი რო ვიყო დავჯდებოდი ეხლა და მოვალეობას მოვიხდები იცით რამე ძალიან წუხვარ ძალიან ტრაგედია არა ესე მე არ მინდა რომ კიდე ვიღმე გიგას მდგომარეობაში აღმოჩნდეს მე მინდა რომ თქვენი შვილები გააკონტროლოთ მე მინდა რომ შვილებს სანამ გააკეთებ დარწმუნებული იყოთ მაგაში მე მინდა რომ თქვენი შვილებისთვის და თქვენი თაობებისთვის ვინებიც მოდიან საქართველოში ნორმალური მომავალი არსებობდეს ამ ქვეყანაში და მარტო მთავრობას კი არ უნდა შევჩეჩინოთ ჩვენც უნდა ვიყოთ ამის თანამონაწილეები არ ვიცი სმაო მე ძალიან გული მწყდება რომ ეს ადამიანი ესე აღმოჩნდა ესეთი დიდი უბედურების მსხვერპლი მე დიდი იმედი მაქვს რომ საქართველოს კანონმდებლობა და საქართველოს სამართალი მის მკვლელებს პასუხისგებაში არათუ მარტო პასუხისგებაში არამედ მაქსიმალურ სანქციას დაუწესებს და მაქსიმალურად აგებენ პასუხს და რავი თუ ჩემს სიტყვებს ამას მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა ექნება მე ვიზიარებ რა თქმა უნდა მუდიდეს ტრაგედიას უსამძიმებ თვითონ ოჯახს ვარ მთელი საქართველოს სამშაბათელი ჭირის სუფალი რომ ესეთი მკვლელობები და მე არა მარტო გიგაზე მაქვს საუბარი აი ნიკო კვარაცხელია რო იყო ხო იცით ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი როგორ შემეცოდა ეგ ბიჭი ჩემი რომ მანქანაში რო იყო და რო ჩაცხრილეს რაღაც შურისიების ნიადაგზე ხო ის ვერ მომინელებია ეს როდის მოხდა შაქარაშვილი ვერ მომინელებია დღემდე ესეთი ახალგაზრდა ბიჭი რომ მოხდა მარიტა ვერ მომინელებია აქამდე აი მაგალითად ვაკის პარკში რაც მოხდა ის ტრაგედია. ხო, ესეთი შვილების სიკვდილი ხალხო არის ეროვნული ტრაგედია. ეს არის ეროვნული ტრაგედია. კვარაცხელიასი, აგერ ავალიანის, მარიტას, შაქარაშვილის, აი ყველა არის აი ეროვნული ტრაგედია, იმიტომ რომ ანუ ეს ამ ბავშვებზე დგას საქართველოს მომავალი. ამათ უნდა აიღოთ ეს ყველაფერი. რაც მეტი ხელიდან გვეცლება მით ნაკლებია ნორმალური საქართველოს თან როგორი შვილები თან ხო კვარაცხელია როგორი წარმატებული იყო ბიჭი რამდენი 20 წელს იყო თუ რაღაცა როგორი წარმატებული იყო არა როგორ შეიძლება ეგეთი ადამიანის მოკლა რა ის ხო საქართველოს მომავალი ის ხო თავისი ტექნოლოგიური მით ქვეყანას დაეხმარებოდა ნუ თუ ესეთი ცხოველები როგორ ვართ ადამიანის შურისძიების მიზნით როგორ შეიძლება მესმის ადამიანმა ზიანი მოგაყენა იმას მიოყენო მას შვილს როგორ უკლავ მაგას თო ეგრე როგორ უნდა გაგამწაროს ადამიანმა შვილი მოუკლა, ცოლი მოუკლა, ოჯახი როგორ შეიძლება, ხა?
ცხოველებს არ უნდა დავემსგავსოთ რა და ვიყოთ ადეკვატური მესმის ემოციური ხალხი ვართ მესმის ბევრი პრობლემა გვაქვს ბევრი რამე ცუდად გვიბრუნდება მე რამს და გონებას მოუხმოთ ძალიან გთხოვთ თორე ესე აი ესე თუ გავაგრძელებთ უბრალოდ ცხოველებს და კულტუროერი გავხდებით აი მაგალითად მეტროს ამბავი ვიდეო რო გადავიღე 50000-ზე მეტი ნახვა აქვს მაგ ვიდეოს ხო რა მოხდა მეტროში კაცი მოკვდა და ხალხმა ფეხებზე დაიკიდა იქ კაცი ეკდო ერთი კაცის გამო ვაგონს აჩერებო რა ვიცი ხანდახან მინდება რა პოლიტიკაში უნდა მოხვიდე ვინ უნდა გადაარჩინო დედა მომიკვდეს და ამ ხალხს რო უყურებს რა მიზა გავგიშდე უკვე სურვილი და გუნება მეკარგება უკვე ვინმე სამაში დავეხმარო და ვიღაცა შეიძლება მე აღმოჩნდი ან სხვა ისეთ გაჭირებულ სიტუაციაში და ვიღაცამ ზემონა წიხლი დამადგას იმის გამო რომ ვიღაცა სადმე ეჩქარება და ეს არ არის ქართული ღირებულება ამაზე არ ვდგარვარ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზიარებ ამ საზარელ შემთხვევას დიდი იმედი მაქვს და მოუწოდებ საქართველოს მთავრობას და აბსოლუტურად ყველას უწყებას ძალოვან სტრუქტურას რომ მიხედოს ამ დანაშაულის გამოძიებას მაქსიმალური რესურსები ჩადონ რადგანაც არავის არ შეექმნას ამ ქვეყანაში არავის არ შეექმნას ეს უდანაშაულობისა და დაუშელობის სინდრომი არ მინდა გავრცელდეს. მაქსიმალური სანქციით უნდა დაისაჯონ გიგა ავალიანის მკვლელები. დროებით.